ქალბატონო ეკა. თქვენ ბატონო დავით. მოვა. ერთი კომენტარი 6 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებელი ითხოვს, რომ პირდაპირ ეთერში მოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრი. მე მას ვეპატიჟები პარასკევს გადაცემაში. 6 თვის განმავლობაში ჩვენ ვიღებთ მისი პრესსამსახურისგან უარს. მე ძალიან მაინტერესებს, რატომ არ მოდის გადაცემაში მინისტრი? იმიტომ რომ მე მაქვს მასთან ძალიან ბევრი კითხვა, ასევე ამ კადრებთან დაკავშირებით და ბევრი გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არის მთავარი. ამიტომ ეს კითხვა მაქვს და თუ ის გადაცემაში არ მოვა, მე ვფიქრობ, რომ ის არიდებს თავს კრიტიკულ კითხვებს. ეხლა არაფერი, უბრალოდ ცირკი იყო, მეტი არაფერი. რას გულისხმობს? ხო, მოიყვანეს ადამიანები, რომლებიც იქ სპეციალურად პროვოცირებისთვის მოიყვანეს და უკაცრავად ცირკში მონაწილეობას ამით დავინტერესდი ზუსტად, ხო? ხო არ ჩანს თქვა თმების ფორმა, სხეულის მოხაზულობა, ხო არ ლაპარაკობს მსხვერპლი, როცა მას აწამებენ და თუ ლაპარაკობს, ხომ არ ახსენებს ლაპარაკისას, თქვა თავის თავს, თავის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, გვარსახელებს. ამის პასუხი მე ვერ მივიღე მინისტრისგან. პასუხად მივიღე ის, რომ კარგი იქნებოდა 9 წელის მანძილზე დავინტერესებულიყავი ადამიანის უფლებათა მდგომარეობით. ამას მოყვა მქუხარეტაში, ცალკეული სოლო პარტიები, დარბაზში მჯდომი ადამიანებისაგან და ჩემი პასუხი რომ მინისტრმა არ იცის მე რას ვაკეთებდი 9 წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა განხრით ჟურნალისტიკაში. აი ეს იყო და ეს და წამოვედი. მე დავტოვე შეხვედრა ზუსტად იმიტომ რომ ორად-ორი კადრი რომელიც მე პირადად ვნახე იყო იდენტიფიცირებადი. სრულიად შეიძლებოდა იმ ადამიანის ამოცნობა ამ ორი კადრით. მე დავიძახე რომ იდენტიფიცირებადია ეს და იქნებ ნუ გააგრძელებ ჩვენებას, თუმცა ნუ არავინ ეს ყურად არ იღო. ამიტომ დავტოვე შეხვედრა და გამოვედი. შეხვედრა დავტოვე, იმიტომ რომ შეუძლებელი ამ კადრების ნახვა. მე მინდა ის სრული გულწრფელობით თქვა, რომ თავს ლუს ვიკავებ, რომ არ ვიტირო, იმიტომ რომ მართლა უმძიმესი სანახაობა იყო, რაც თავარია შეუძლებელი იყო იდენტიფიკაცია და ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ადამიანის წინაშე ჩადენილი დანაშაული. ეს აუცილებლად უნდა გამოიძიონ და აუცილებლად უნდა ამას გაეცეს პასუხი იყო თუ არა ეს სისტემური დანაშაული. შეხვედრის დატოვების მიზანი გახლავთ ის, რომ მე ვიკითხე ძალიან მარტივი კითხვა. რა მიზანი აქვს ამ კადრების ჩვენებას? მე პირადად მჯერა, რომ ამ კადრებში იქნება წარმოუდგენელი საშინელება და მახინჯტვინებში მოფიქრებული ამბები აღწერილი. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს შეეძლოთ კადრების თქმის გარეშე საზოგადოებისთვის, ჩვენთვის მოეწოდნებინათ ეთქვათ, რა რაოდენობის მასალებია, რა არის იქ აღწერილი და ასე შემდეგ. უშუალოდ კადრების ჩვენება მით უმეტეს რომ არ იყო გარანტია პირდაპირი და როგორც იქ დარჩენილი ადამიანები ამბობენ, რიგ შემთხვევაში სათანადოდ იდენტიფიცირებული არ იყო ეს. აქედან გამომდინარე მე ვერ გავიგე ჩვენება რა მიზანს ემსახურებოდა. დამწრე ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა სურვილი, რომ ენახა კადრები, მესმის, რომ ეს ჩვენი ეს გადაწყვეტილება არაპოპულარულია, თუმცა მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს რა იყო ჩვენი აი ამ ფორმით პროტესტის მიზეზი. მე ვფიქრობ, რომ დღეს იმ ადამიანებს, ვინც ამ სასტიკი დანაშაულის და სისტემური დანაშაულის მსხვერპლი იყვნენ, ჭირდებათ სხვა ტიპის თანადგომა და სოლიდარობა და არა აი ამ კადრების საჯაროდ ნახვა. იქ დაახლოებით 100 და მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, მით უმეტეს რომ როგორც მატყობინებენ იდენტიფიცირებაც არ იყო რთული ამ კადრების ნახვის შემდეგ დაინტერესებული მხარისთვის. მე ვფიქრობ, რომ აი მსხვერპლების რეაბილიტაციისთვის, მათი უფლებების და პერსონალური და პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მასალა უნდა ყოფილიყო კონფიდენციალური და ხელმისაწვდომი მხოლოდ საგამოძიებო ორგანოებისთვის. ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, ჩვენ ვთქვით, რომ კარგი იქნება, რომ ეხლა ვისაუბროთ ზოგადად რამდენად მიზანშეწონილია, რომ საერთოდ ვნახოთ ეს კადრები, რაზეც შემდეგ ამ ყველაფერმა 100-და სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგი ჟურნალისტების ნაწილი თვლიდა, რომ ეს კადრები უნდა ენახებინათ, ზოგი თვლიდა, რომ არა. შემდეგ მოხდა ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება, ასე ვთქვათ, სიტყვიერი. ამის შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დაგვეტოვებინა, იმიტომ რომ ჩვენ არ გვინდოდა, რომ გვენახებინა ეს კადრები.